ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, დაკარგული მე. მოკლედ, ეხლა ეს ვიდეო არ არის ძველი ვიდეო, ეს არის ეხანდელი ვიდეო, აი დღეს ვწერ და დღეს უნდა დავდო. ოღონდ შემდეგი კადრი იქნება უკვე ივლისის ვიდეო, როგორც მიხვდით. არ ვიცი ზოგი მიხვდა ზოგი ვერა ვინც ინსტაგრამზე მადევნებს თვალს ალბათ მიხვდნენ რომ წინა ორი ვიდეო არის ივლისის ვიდეოები მაშინ ვიყავით ზღვაზე ეხლა უკვე აგვისტოში თბილისში ვართ და მომიწია მოკლედ ეხლა დადება მაგ ვიდეოების სამწუხაროდ ისევ დავიკარგე ერთი თვე თუ რა ვიცი სამი კვირა არ ვიცი ზუსტად მოკლედ არ შემოვდიოდი საერთოდ YouTube-ზე და ყველაფერს აქვს თავისი ახსნა, მაგრამ სამწუხაროდ არ შემიძლია ყველაფერზე ლაპარაკი და ყველაფრის მოყოლა არ შემიძლია, ამიტომ ხანდახან ხდება ხოლმე რაღაცეები ცხოვრებაში, რომ აი ესე არ მაქვს ხოლმე დრო YouTube-ისთვის არც დრო, არც განწყობა და ეს პერიოდიც ეგეთი იყო. და ეხლა ნელ-ნელა მოკლედ მოვედი ისევ წყობრში, ასე ვთქვა და მინდა რომ ისევ დავდო ვიდეოები. ხო და რა ვიცი, აბა ვნახოთ, მაქვს რაღაცები ჩაწერილი, მაშინ რასაც ვწერდი და ვაპირებდი რომ მაშინვე დამედო, მე ისე მოხდა რომ ვეღარ დავდე და მენანება ეს ვიდეოები არ დასადებად, ამიტომ მაინც დავდებ, რამოდენიმე ვიდეო არის, კიდევ 1-2 ვიდეო ალბათ დარჩენილი ივლისის, დანარჩენი უკვე აგვისტოში აღარც გადამიღია პრინციპში და რასაც გადავიღებ უკვე ეხლა მოკლედ მოყვებით და დავდებ ხოლმე. ამის შემდეგ რაც ჩაირთვება, იქნება ივლისის პროდუქტები და რა ვიცი, ჩემი სახლის ფუსფუსი რაც მაშინ გადავიღე, როდესაც ჩამოვედით თბილისში. მაგრამ ეგეც არ დამიდია თავის დროზე, იმიტომ რომ უკვე გითხარით. ესეთი ამბები, ისე ყველაფერი კარგად გვაქვს, ყველანი კარგად ვართ, ღმერთის წყალობით, უბრალოდ ხანდახან არის ხოლმე რაღაცა მომენტები, როდესაც არ მაქვს ვიდეოს თავი. ძალიან ასევე ისედაც ზოგადადაც ძალიან ისეთი პერიოდია ეხლა თითქოს არ ვიცი Facebook-ზე და ახალ ამბებში შესვლა აღარ მინდა ხოლმე, სულ რაღაც ცუდი რაღაცები ხდება და ეგეც არ მახსოვს ვამბობდი გამაწყვეტინა ბავშვმა რაღაც მკითხა და არ ვიცი ალბათ იმას ვამბობდი რომ ეს ყველაფერი ძალიან მოქმედებს ჩემზეც არ მინდა ნეგატიურ ამბებზე ლაპარაკი იმიტომ რომ ისედაც საკმარისი ნეგატივი არის გარშემო და მინდა რომ ყველაფერი კარგად იყოს და ყველა დედას ყავდეს თავის შვილი კარგად ეს ვლოგი გაგრძელდება ივლისის ამბებით და შემდეგ ერთი ან ორი ვლოგის შემდეგ ყველას დიდი მადლობა მოკლედ ვინც მელოდებოდით და ვისაც არ დაგავიწყდით და ვისაც გაგიხარდათ ჩემი ვიდეოს ნახვა თქვენსავით მეც იმედი მაქვს რომ არ დავიკარგები ყველას კოცნით და გაგრძელით ვიდეოს ყურება აბა რა ვიყიდეთ ივლისის unboxing-ი აი სპანილები მარტო სპანილები ეს რა არის ყველი ბულგარული ხო ბულგარული ზაფხულში ძალიან გემრიელი მოცვი ეს რა არის ეს ხაჭოა იმეწვე თავს ხაჭო აი აქტივერები ეს ფენგივარ აქ ნახდება აბა აუ ესენი რაღაცებია ესენი გაი ფერები ყავთ ორი ყველანაირი ვიყიდე რა თქვენ გიყვართ ესენი მე ეს მე მიყვარს
და ისაც უყვარს welcome ტომატი კერძებისთვის. ეს ყველი. ხო, ყველი. მარიტა, ესაც ვიყიდე. ეს ის ხრაშუნა. ეს ხრაშუნა, კი. ესეთი გვაქვს, ესეთი ხრაშუნა გვაქვს თუ მეორენაირი. გონი გვაქვს ხრაშუნა? მეორენაირი გვაქვს, აღარ მახსოვს რომ ვითავდება. ხო, აი ეს კეჩუპი, მე მგონი წინაზე რო ვიყიდეთ. მოგვეწონა და ეხლა კიდევ ვიყიდეთ. ეს ყველის ისინი ფირფიტები. იმისთვის ფირფირებისთვის. ხო, უიმე ეს კარაქი დნება ხო. ეს კიდე არის და მდოგვი სოსისი. ხო, მდოგვი. ერთი პარტი მორჩა. აბა რა ხდება? ეს არის ფილეები. ეხლა თან მოდიხავდეთ რა. რამდენია? ხო. ამ ფილეს ბალანს ხდება. ხო, ბევრი არის ფილე და ეს სულ გჭირდება ხო. ისა, აი ეს ქათმისისა პარკალი. ხო. ეს ხო, გიჩინა. ლორი თუ შაშხი ლიდერ ფუდის. ხო, კიდე რა, აი ეს ძეხვი, რაღაც ბუტერბროდებისთვის. ესეც აქ ჩავდოთ. ეს გამითავდა, ისე თემუდან მაქვს ეს გამოსაწერი. გამითავდა და აქ ვიყიდე. ხო, ეს შენ გიყიდე, შენ. კაი ეს გიყვარს თქვენ. ეხლა აქ მაიონეზი. და იცი შენ ამოალაგე ჩავდე. არა, თან ჩავდე, ბარე, იმიტომ რომ როვდეთ აქ ადგილი აღარ არის უკვე. ძეები. ჩავდე მაწონი. ორი თალი. ანუ ეგ მარტო ბაზარში არის ყავით. შევავსოთ ეხლა ცარიელი მაცივარი დაგხვდა რომ ჩამოვედის და ეხლა უნდა შევავსოთ. მაცივარი ხო რაღაცნაირი უცხონერი მთელაა თუ მალინისიო. არა, დიზაინი შეუცვალეს. ხო, დიზაინი ლამაზია ეს არის იოგურტები იყიდა. იოგურტები გიყვა. ხო. ის შერო ყიდო ხომ ეს იოგურტები? არა, ისინი ძალიან გემრიელია. არა, ჟანი. არა უშავს. Я молодец, конечно. არა უშავს. სამაგიერო. თიძრანაა ხო? ის რა არის? ჯიბე. ჯიბეში ვიყიდეთ. ისინი, აი ესეთი რაღაცები. საპონი. აჰა, მიგდადესადმე. აი საპონები, თხევადი საპონები, წაიღე. ხო, აი ესენი. აჰა. და გეტევა ხალხი? აჰა. ეს იატაკის საწმენდის სითხე. ესეთი ნაგვის პარკები. ფეირის ხავადი. ესეთი. ესეც ნაგვის დიდი პარკი. და ეს ციფის მოკლედ გასქურის საწმენდი. აქტურები არის და ნაყინი, ეს ნაყინი სასწრაფოდ საყინულში არის ჩასადები. მარიტა ეს ნაყინი ჩადე რა. საყინულში. და აქტურები იყო კიდე ეს ტიპიც არის, ესეთი. ეხლა აქეთ ბადრიჯანი და ბულგარული ბანი, საზამთრო, კარტოშკა. აქეთ ვიყიდეთ ესეთი ლობიო, მწვანე, კიტრი, პომიდორი, კიდე კიტრი, ოღონდ შუშა კიტრი. ბევრი კიტრები ვიყიდეთ. აქეთ ხილი, მეტი ხილი, ნიორი, ხახვი. ნიორი და ხახვი არის აქ. აქ რა არის? ეს ტყლაპები ვიყიდეთ. ხო. აქეთ ხორცი ვიყიდეთ და ფარში. მალინა, ესეთი კარგი. აქეთ ადამი, პომიდორი, ქლიავი, გარგარი და ნესვი.
ყველას მოგესალმებით, აბა დაგიბრუნდით თბილისიდან, უკვე ჩამოვედით, როგორც ხედავთ. მოკლედ ალბათ ნახეთ, ზღვაზე ვიყავით, მარიტას დაბადების დღე იქ გადავიხადეთ და მე რამდენიმე დღე კიდევ გავჩერდით წყალტუბოში და მე წამოვედით უკვე თბილისში. აქ დაგხვდა სიცხე. არ ვიცი, ეთყობა აღმოსავლეთში უფრო ცხელა ამ ეტაპზე, თუმცა დღეს ისევ გრილი ამინდია. ეს დღეები ვერ მოვიცალე ვიდეოსთვის. ხო და ესე ყოველდღურად ვეღარ ვიღებდი, მაგრამ არა უშავს, იმედი მაქვს, რომ ცოტა გავაქტიურდები ისევ. მოკლედ როგორც უკვე თქვი, ძალიან ცხელოდა იმ დღეს და გამოგვადგა კონდიციონერი, ტყუილად არ გვიყიდია, ძალიან კარგად აციებს და ასე რომ ამზაფხულს თუ რამე გადავიტანთ. ხო და რაც ვამბობდი, ეს დღეები მოკლედ არ მეცალა გადასაღებად, რომ ჩამოვედი, ბევრი საქმე დამხვდა, როგორც ხდება ხოლმე. დიდი ხნით როცა მივდივარ, ეხლა ნელ-ნელა სახლი დავაყენე ზაფხულის რელსებზე, იმიტომ რომ აღმოჩნდა, რომ ბავშვების ოთახში მაგალითად საბნები არ მქონია შენახული, ეთყობა ისე გრილოდა, რომ წავედით, რომ ჯერ კიდე საბნები ეფარათ და ასევე გარდერობში რაღაცა ცოტა თბილი ჟაკეტები და რაღაც თბილი ტანსაცმელები იყო დარჩენილი და სასწრაფოდ მოვაცილე. მოკლედ გარდერობები მივალაგეთ. და ისედაც დიდი ხნით როცა მიდიხარ, სახლი იმტვერება, ყველაფერი გავწმინდე, მიწმინდე, მოვწმინდე. ერთადერთი რაც ეხლა მაწუხებს არის ის, რომ კალიები დამხვდა საღამოს. ეთყობა შუქზე მოდიან და ერთი სამი ცალი უზარმაზარი კალია დავინახე. მე კი არ მეშინია, უბრალოდ მეზიზღება. ვის უყვარს არ ვიცი, მაგრამ ხო და მარიტას კიდე პანიკურად ეშინია კალიების და პრინციპში ნატალისაც, მაგრამ მარიტას უფრო ძალიან და ეგ პრობლემა გვაქვს ახლა, ეგ გვაქვს მოსაგვარებელი, არ ვიცი, ბადეები გვჭირდება, მაგრამ მანამდე გვინდოდა ბადეების გაკეთებაც ვერ მოვასწარით და ახლა ჯერჯერობით გაიწელა ეგ ამბავი და მოკლედ კარებებს ესე თამამად ვერ ვაღებ ხოლმე. არა და ცდილობებით კარგი სიგრილეა. დღეს მაინც გავაღება რამე ქნას, სხვა შორის დავაკვირდი, რომ დილით არ არიან უფრო ღამე, როგორც ჩანს და დღისითაც არ არიან, უფრო ღამე არიან, როგორც ჩანს. არ ვიცი. დაწერეთ კომენტარი, თქვენთანაც არიან კალიები და სად ცხოვრობთ? იმიტომ რომ წყალტუბოში არ მინახავს და აი თბილისში უკვე მე რამდენე დავინახეთ. ადრე იყო ხოლმე ზოგჯერ რომელიღაც წლებში იგრძელ სახლში დამინახავს, მაგრამ ბოლო დროს არასდროს. ხო და ესეთი ამბები, აქ ეთყობა სიმწვანე რო არის, გარშემო მაინც ბევრი ხეებია და შეიძლება აქეთ, მაგრამ როგორ ამოდიან ამ ხელა სიმაღლეზე, არ ვიცი. ანუ კალიები დაფრინავენ, მე მეგონა დახტოდნენ. ეხლა მე და თქვენ, არ ვიცი თქვენ რამდენად, მაგრამ მე უნდა მოვამზადო აჯებსანდალი, იმიტომ რომ გვიშინ მე დალაშა ვიყავით ბაზარში. რაღაცები ვიყიდეთ, არ ვიცი რამდენად მოვახერხე ჩაწერა, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ვიყავით და ჩქარ-ჩქარად ჩავწერე რაღაცები. თუ ნორმალური ვიდეო გამოვიდა, ალბათ უკვე გექნებათ ნანახი. დავდებდი, თუ არა და იცოდეთ რომ მოკლედ ვიყავით ნავთულში, ვიყიდეთ ბევრი პროდუქტები, ხილი, თხილი, ბოსტნეული, ხორცი, ყველი და ყველაფერი რაც გვიყვარს და ასე რომ ეხლა სასწრაფოდ უნდა დავიწყო მომზადება ყველაფრის, თორემ მალე ფუჭდება, მაგალითად ბადრიჯანი და მინდა რომ აჯებსანდალი გავაკეთო დღეს და თან ჩვეულებრივი აჯებსანდალი არა, არამედ მწვანე ლობიოთი. მაგრამ ცუდი ის არის, რომ ეგ ლაშას არ უყვარს, ამიტომ კიდე სხვა კერძიც უნდა მოვიფიქრო დღეს.
რა გავაკეთო? აჯებსანდელი გოგოებს გვიყვარს, ასე რომ მაგას გავაკეთებ. ჭყინტი ლობიოთი, რომელიც არ გამიკეთებია, აჯებსანდელი გამიკეთებია, მაგრამ ლობიოთი არა. ხო და ეხა გავაკეთებ ფატის, მე მგონი ფატის რეცეპტი მაქვს ჩაწერილი და მაგით გავაკეთებ თუ არა და ვიშველიებ ინტერნეტს, წავედით აბა სადილის მომზადების დრო. როგორც ხედავთ, აჯებსანდელისთვის მოვამზადე ეს ინგრედიენტები: მწვანილი პომიდორი, ბულგარული ბადრიჯანი, ლობიო, ხახვი და ნიორი. შემდეგ ბადრიჯანი გავრეცხე, ნახევრად გავწქვენი და დავჭერი ესეთ კუბიკებად და მოვაყარე მარილი. ლობიოც გავასუფთავე, დავტეხე, როგორც საჭიროა. რა თქმა უნდა, კარგად გავრეცხე და დავდგი მოსახარშად. ამასობაში ჩვენს ბადრიჯანს წვენი გაუვიდა და გადავწურე კარგად და შემდეგ დავდგი ტაფა და ზედ დავყარე ბადრიჯანი, ცოტა ზეთი მოვასხი და მოკლედ ესე დავტოვე მოსათუშად. ცოტა ხანში ლობიო რომ მოიხარშა, დავაყარე ამ ბადრიჯანს და გავაგრძელე მათი ერთად მოთუშვა. შემდეგ ცალკე ტაფაზე დავასხი ზეთი, დავჭერი ხახვი და მოკლედ ამ ტაფაზე დავყარე ხახვი. მოგვიანებით ხახვი რომ მოითუშა, დავამატე დაჭრილი წითელი და მწვანე ბულგარული და ასევე გახეხილი ნიორი და გავაგრძელე ამ ბოსტნეულის ერთად მოთუშვა. ცოტა ხანში კარგად რომ მოითუშა, დავამატე კარგად და კანგაცლილი და დაჭრილი პომიდორი და აი ესე ორ ტაფაზე მოკლედ ერთდროულად ვშუშავდი, თუ ვთუშავდი ამ ბოსტნეულს. შემდეგ ეს ყველაფერი ერთ ტაფაზე მოვათავსე და კარგად გადავურიე. ბოლოს დავაყარე მწვანილი, ქინძი, ოხრახუში და რეჰანი. რა თქმა უნდა, მარილით შევაზავე, გადავურიე კიდევ ერთხელ და მივიღე უგემრიელესი საზაფხულო კერძი, რომელიც სიამოვნებით მივირთვით. პირადად მე ძალიან მიყვარს ყველთან ერთად და შავი პურიც ძალიან უხდება. ხოლო იმ ერთი ოჯახის წევრისთვის, რომელსაც არ უყვარს აჯებსანდალი, დავიწყე კარტოფილის შეწვა. რადგანაც მე ცოტა ისე ხარ დავტოვებ. ამიტომ მოკლედ აი ესეთი ორი კერძი გვექნება დღეს, მეგობრებო. ასევე დღეს გამოვიყენებ ესეთ ლამაზ ჭურჭელს, რომელიც ზუსტად აი ამ კერძისთვის იდეალური იქნება, რადგან აჯებსანდელი კარგია ცივი, ამიტომ გადმოვიტან აქ და შევინახავ მაცივარში და ჩვენი კარტოფილიც მზად არის.